ჩემი ისტორია მაქვს მოსაყოლი. ახალი ისტორია. ახალი ძალიან უცნაური ისტორია. დღეს რატომღაც ვერ ვიმუშავე მოპედით, რადგანაც ჩემ მოპედს რომელიც ნაქირავები მქონდა უკან დავაბრუნე რა და ახალი მოპედი ამ მომენტში არ მყავს. იქ ცალკე კიდე ისტორიები გადამხდა, ის მოპედი დამიზიანდა და ცალკე პრობლემები შემექნა, მაგრამ მოვაგვარე. ცოტა რთულად, მაგრამ მოვაგვარე. და დღეს რახან ვისვენებდი გადავწყვიტე რომ ჩემი ავტოფარეხი გარაჟი გამესუთავებინა და გამომეტანა ის ნაგავი, რასაც ჩავთვლიდი რომ ნაგავია რა. ყველაფერი ბოთლებიდან, რკინიდან და ეგეთი რაღაცებიდან დაწყებული, აი ყველაფერი რასაც ჩავთვალე რომ ნაგავია რა, ყველაფერი გამოვიტანე გარეთ. ეს არ იყო რაღაც 5 წუთიანი პროცესი, სადღაც 2 საათი, 3 საათი რაც ისე მუშაობდი, აი ამ ფორმაში, ახლა რაც მოსვი, აი ამ ფორმაში. და გავბინძურდი და დავნაგვიანდი, რა თქმა უნდა, მტველი და ყველაფერი ჭუჭყი ავიკიდე და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ ხდებოდა მარტივად და მქონდა პრობლემები, მქონდა დავიღალე ბევრი გადავიტანე, ბევრი გადმოვიტანე აქეთ-იქით რა, ეს ნივთები. და ერთ-ერთი იყო ის კარადა, რომელიც სახლში დამიძველდა და დავშალე და ნაწილებად ჰქონდა გარაჟში ჩატანილი, მაგრამ ფიქრობდი რომ მისგან რაღაცას გამოვიყვანდი და ავაწყობდი, მაგრამ მე მივხვდი. ხომ რაღაც ახლის გაკეთება თუ გინდა, რაღაც უნდა გადააგდო ის რაც ძველია. და ეს ლოგიკა გამოვიყენე და წავედი მეტყობა ხო რომ ფამფი მაქვს. წავედი და ყრიდი რა ამ ნაგავს. გადაყრა და მოდის ნაგვის მანქანა, რომელიც ის ამ ნაგავს და ამოდის თუ არა, ყველაფერი გადმოყარა ეს მასალა რაც იყო, ყველაფერი ძირ დაყარეს რა. ძირ დაყარეს რა და მეც რა თქმა უნდა დავინახე და ამაზე მქონდა რეაქცია, ანუ არ გამიტარებია რა, ეს ესე არ დავიკიდე ამას, ვერ დავიკიდებდი და ვერ გავატარებდი რა. ხო და დაველაპარაკე მეთქი რატო ყრით, ანუ ეს არ შეიძლება რანაირად, ანუ მე ჩავთვალე რომ ეს ნაგავია და ჩავყარე ნაგვის ურნაში და ძირს არ დამიყრია და მათ მითხრეს რომ შენ კარგად ხარ ძია, ეს მასალაა და მასალა აქ არ იყრება და გადმომიყარეს და მითხრეს რომ ჩათვალე რომ ჯარიმას გადარჩი და ნუ ეშმაკობო და რაღაცები მითხრეს რა. ნუ გვეშმაკებიო, მეთქი რა გეშმაკები უბრალოდ ის ნაგავი რაც ჩავთვალე რომ ნაგავია შენ მოიტანე და გადაყარე, აი ხა ისე მოვიდნენ და ჩათვლიან უბრალოდ მასალას არა. თუ აგაი არის, არც შეხედეს ნაგვის უნდას რა. ანუ და მითხრეს მიზეზად ის რომ ნაგვის მანქანა დაზიანდება. მე ვერ ხვდები რა დააზიანებს ნაგვის მანქანას, ანუ ჯერ იმის დავიწყოთ რომ ნუ გასაგებია რომ ნარჩენები მე მივხვდი მათ თავარ ლოგიკას რასაც ამბობენ რომ ეს ნაგვის მანქანა არ არის მასალის გადმოსატანად და ჩასაცდელად და რაღაცა და მესმის დაზიანებაზე რაღაცა ხვდები რომ რაღაცა არ დაზიანდება რავი, ანუ მე არ მგონია რომ ამ მასალას დაეზიანებინა რაღაც, მაგრამ საბოლოო ჯამში გადმოყარეს და დაყარეს ძირს ნაგვის უნასთან და ეგ ძალიან შემოწუხა ზარგანმა. ხო და ავდექი და დაუკავშირდი რაღაც ცხელი ხაზი ნომერი მომცეს, იმ ცხელმა ხაზმა რაღაც ვერ გამარტიეს, რაღაცა გარეგისტრირდე, ფოტოები გადაიღო, მე პირადი მე ის კოდი მოგივაო და მე თქვენ ხო ხართ კარგად. პირადი კოდი მომივა, ანუ მეთქი თუ შეძლებ დამარეგისტრირე. დამარეგისტრირა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ დავრეგისტრირდი, ვინ უნდა გამომაძახებინა, რა უნდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ ესეთ რაღაცას არ გადავწყდარ და ესეთ მასალა არ გადმომიყრია არასდროს რა. ამ მანქანით და პრობლემა არ არის რა, ესე არ უნდა გაქცეს რა. აი ესე დაიყარა. და შემდეგ დაურეკე ეს ადამიანს მან არ მიპასუხა, დაურეკე მეორეში მან არ მიპასუხა და დაურეკე მესამე ადამიანს, რომელმაც მიპასუხა. და აუხსენე ჩემი სიტუაცია, რომ მეთქი აი ასე მოვა, ესე მოხდა, ეს მოვიდნენ, გადმოყარეს, დაყარეს, არ დაიღეს, კაცმა ფიქრა რომ გადარჩი რომ ჯარიმა არ დაკიდეს, მითხრა რომ კარგი გააკეთე რომ არ დაიკიდე, მე ძალიან მთხოვე ამ ადამიანს რომ მეთქი იქნებ დღეს მომიქეთო რამენერად რომ მოხვიდე, თანხას მოვიძიებ, ვიშოვნე ამ თანხას და შემდეგ გადაგიხდი, თანხას აიღეს ამ ნაგავს.
ჩემთვის ნაგავდა ზოგადად მასალა რამდენად ეს უკვე მასალა არ ვიცი, მაგრამ მოიწევში რა. აი ეს და მაგალითად რა ვიცი, არ ვიცი ხალხი როგორი ხალხი. არ ვიცი შეძარს ფიქრებ ამ ვიდეოზე. საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ რომ პრინახოს მოსულებ იმასაც გავაფუჭე იმას ვაკეთებ და აი რა გავაფუჭე. აი ეგეთ ნაგუშუნს რასაც ხედავ ნაგუშუნის გვერდზე რაც მასალა ყველაფერი ერთად ჩემი ნაგავია. აი ის ჩემი ნაგავია. აი ის და ვიღაცები ფიქრობ თუნდაც შემომხედავენ, იმიტომ რომ ეს მართლა არ არის კარგად დასანა. არ არის კარგი. ალბათ რა ვიცი, ბევრი ფიქრობს რომ ეს ვინ არის ეს იდიოტი, ვინ არის ეს ნაგავი, ანუ მართლა ჩახტი ამ ნაგავში და გაკაი მაგნაგუშუნდეს. ეს თემი გზო რომ ნაგავს ყრი და არ ფიქრობ იმაზე რომ ეს ნაგავი მასალაა თურმე და მასალა სხვანაირად უნდა გადასალო, ანუ უბრალოდ არ ვიცოდი. თორე რა თქმა უნდა, ამას ესე არ ვიზამდი, არ თავს არ მოვიკლავდი ამდენ და ამდენ ნაგავში არ ჩავყრიდი. 1-40 რეისი მაინც გავაკეთე, საყელ დანაგუშუნდა უნამდე. პლუს მინუს ხელში 5 კილოგრამიანი მასალების და ნაგავის და ყველაფრის და ძალიან შეტყობილი ვარ. ძალიან. მაგრამ სპარაგზა. ჩემი გაფუჭებული უნდა გამოვასწორო მე. იქ რა თქმა უნდა ეგრეა, უბრალოდ სულხარ, მომ ესე გამოჩნდა ყველაფერი. სპარაგზა. რაც გავაფუჭე, უნდა გავაკეთე. უნდა ვიშოვნოთ ახლა როდესაც უჭირდება. ეს ახლა უნდა გავაფუჭე. ასევი ესე მოხმები. მე ვფიქრობ რომ კაცურად იქცევა. ვიღაცის თუ ნაგავია. ვიღაცის უბრალოდ ნაგავია. ჩანდაბაში სწაუგია. მე რაც გავაფუჭე იმას გავაკეთე. ყოველთვის. ვიჩდები მაგით.